დილა მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნეოსრომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვალელა ბაღდავაძე 8 პუნქტისგან შემდგარი რეკომენდაციები და ვადა აგვისტოს ბოლომდე ევროკავშირი ქართულ ოცნებას თვენახევარს აძლევს იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებით იმუქრება. რას შეიძლება ველოდოთ აგვისტოს ბოლომდე და აგვისტოს შემდეგ. დღეს საზოგადოებისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემით დავიწყებთ. ჩვენი პირველი სტუმარი ლაშა ფარულავაა და ზუსტად 3 წამში გვერდება, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2 დღის წინ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. კორპუსიდან 102 ადამიანი გაიყვანეს, რომლებიც დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში განათავს. სამოსახლეობას კონკრეტული განრიგის მიხედვით შესაძლებლობა ექნება ავარიული შენობიდან საკუთარი ნივთები მეხანძრე მაშველების მეტვალყურეობით გამოიტანონ. ქვემო ქართლში ხეტყვის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დღეში უკანონოდ მოჭრილი მურები აღმოაჩინეს. ხეტყე ბოლნისის საქმიან ეზოსშია გადატანილი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკრიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა. მინისტრმა სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ. მაშასა ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ლაშა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მსმენელს და ვისაუბროთ. ბატონო ლაშა, დავიწყოთ მოდით აქტუალური საკითხების შეფასება. პირველ რიგში კი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების მიერ მიღებული გაწყვეტილება გაიწერა რეკომენდაციები, რომელთა შესრულების გარეშეც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუწყდება. რეკომენდაციების შესასრულებლად კი ვადა აგვისტოს ბოლომდე მიეცა ქართულ ოცნებას. ახლა რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, ის 8 პუნქტისგან შედგება, რომელთა შორისაც არის დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება, ასევე მოთხოვნილია, რომ უზრუნველყოფილი და დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის და შეკრების და გამოხატვის თავისუფლებები, პრივატულობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და ასევე ერთ-ერთი პუნქტია დისკრიმინაციის აკრძალვა. როგორ უნდა შეფასდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გაწყვეტილება და აგვისტოს ბოლომდე დაწესებული დედლაინი? ალბათ შეიძლებოდა ხო, რომ ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეწყვეტის გაწყვეტილება ახლავე მიეღო, თუმცა ის ასე ვთქვათ კიდევ ერთ შანსს აძლევს ქართულ ოცნებას. ეს არ არის შანსი, ეს არის ბოლო გაფრთხილება. ბოლო გაფრთხილება. ეს არის ბოლო გაფრთხილება და ხომ არ ჩანს, რომ თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სულაც არ უხარიათ და არ უნდათ ასე ვთქვათ იმ ტიპის გაწყვეტილების მიღება, რომელიც დააზიანებს საქართველოს მოქალაქეებს. კი, გეთანხმებით, ეს არის ბოლო გაფრთხილება. რუსული რეჟიმია ქვეყანაში, ძალიან კარგად ხვდებიან ბოლო პერიოდში რა მოვლენებით საქართველოში ვითარდება ციხეებში, პოლიტიკური ლიდერები ციხეებში, ახალგაზრდების ინდისის პატიმრები, ჩვენ ხედავთ ღია ტერორს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა, რეპრესიულ ინსტრუმენტად გადააქცია ივანიშვილმა და ყოველდღიურად იყენებს ამას სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. 5,000 ლარიანი ჯარიმები 10,000-ობით საქართველოს მოქალაქეს, ეს ყველაფერი არის ქცევა, რომელიც არჯდება ევროპულ ფასეულობებში და ცხადია ეს არის ბოლო გაფრთხილება, ეს არის დამოკლეს მახვილი რეჟიმის თავშამოკიდებული და კი მე არ მსჯერა რომ აი ამ ბოლო გაფრთხილებით ივანიშვილის გუნდი, ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ ქცევას შეცვლის ან რიტორიკას ან დამოკიდებულებას. მე დარწმუნებული ვარ რომ ზარქოა ისევ გააგრძელებს უშვერი სიტყვებით ევროპარლამენტარების ლანძღვას, ევროსტრუქტურების ლანძღვას, ხელმძღვანელი პირების ლანძღვას, ვინაიდან ეს არის ივანიშვილის დამოკიდებულება. ივანიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. აი, მინდოდა მეკითხა, რას უნდა ველოდოთ აგვისტოს ბოლომდე, ანუ რა შეიძლება იყოს ქართულ ოცნების პასუხი? ჩვენ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები. დედლაინზე, რომელიც დააწესა ევროპაში. ჩვენ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე გარდაიქმნა რუსულ პარტიად. ჩვენ ხედავთ როგორ უწესებს ფაქტობრივად შეზღუდვებს სომხეთს, რომელიც დემოკრატიის გზას დაადგა და ევროინტეგრაციის გზას დაადგა და რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად ბლოკადაში მოაქცია მეზობელი სახელმწიფო, მეგობარი სახელმწიფო, იმიტომ რომ ამით ასრულებს რუსულ დავალებას. ანუ უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის მხოლოდ
საქართველოს მოქალაქის პრობლემა. ეს არის გეოპოლიტიკური პრობლემა. საქართველო წყდება იმ გეოპოლიტიკურ ცივილიზაციურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს, ხო? კავკასიიდან ხდება რუსეთის განდევნა, საუბარი მიდის ზანგიზურის სატრანსპორტო დერეფნის კორიდორის ფუნქციონირებაზე და ჩვენ სად ვართ? ანუ საქართველოს სად არის? საქართველოს როლი სად არის? რა ფუნქციას ვასრულებთ რეგიონში? კი, აი ივანიშვილმა როგორც თქვა, სულ თავში რომ სოფლად გადააქცევდა საქართველოს, აი ეს პროცესი მიდის, ჭორბილიზაციის პროცესი მიდის საქართველოში. წდებით აბსოლუტურად ყველა იმ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ მოვლენას, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ კასპიის ზღვის ენერგეტიკული სიკეთე, რომელიც უნდა გავრცელდეს მთელ დასავლეთზე, აი ამ პროცესიდან საქართველო გადის, იმიტომ რომ ივანიშვილს სურს, რომ აქ კონდეს და შეინარჩუნოს კლეპტოკრატია. და რა თქმა უნდა, ეს უნდა დაასრულოს საქართველოს მოქალაქედ. ანუ ჩვენ ხედავთ, ხო, აი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით რა მოხდა. შიგნით, ქართული ოცნების შიგნით კი ბატონო, შეგიძლიათ ბაჩიაშვილამდე მივალთ ბატონაშა იქამდე მინდა რომ ეს თემა ამოწუროთ, რაზეც მივდივართ. აი თქვენ არ გაქვთ მოლოდინი რომ ქართული ოცნება აგვისტოს ბოლომდე პოზიციას შეცვლოს. კიდევ ერთი კითხვა ჩდება, რა პროცესებს უნდა ველოდოთ უკვე აგვისტოს ბოლოდან, თუ კი არც დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლება მოხდება, არც დაკავებულ მომიტინგეებთან მიმართებაში იქნება ახალი გადაწყვეტილებები და არ გადაიდგმება არც ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან. გარდაუვალი გგონიათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ესე ვთქვათ შეჩერების გადაწყვეტილებამდე მისვლა და თუ კი ამ გადაწყვეტილებამდე ევროკავშირი მივა, როგორ ფიქრობთ, რას იზამს ხალხი, ესეც მინდა რომ გითხო. ხო, აი ზუსტად მივედით იქ, საიდანაც მინდოდა დამეწყო. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. ივანიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი და ის იქცევა როგორც რუსეთის გუბერნიის ხელმძღვანელი პირი. ანუ ამას ვხედავთ ჩვენ. აი გახსოვთ ალბათ 12 პუნქტიანი მოთხოვნები იყო, არ შეასრულეს, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს მისცეს კანდიდატის სტატუსი. შემდეგ გითხრეს, რომ 9 რეკომენდაცია უნდა შეგვესრულებინა. 9 რეკომენდაცია კი არა, რუსული კანონი შემოიტანა შემდეგ ივანიშვილმა. როდესაც გითხრეს, რომ და ქართველმა ხალხმა უკან წააღებინა რუსული კანონი და შევდიოდით საარჩევნო კალაპოტში 2024 წლის არჩევნების გულისხმობ. ისევ რეინიცირება მოახდინა ივანიშვილმა რუსული კანონის, მიიღო ეს რუსული კანონი და შემდეგ რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა 2024 წლის 26 ოქტომბერს. და უარი თქვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრობაზე თქვა უარი. თითქოს 28 წლამდე გადავდეთო, არა და ღია არის კარები. ევროპელები გვეუბნებიან, რომ თქვენთვის კარი არის ღია. და აი ეს რეკომენდაციები შეასრულეთ. აი ესეთი კარგი საშუალება არასოდეს არ ქონია საქართველოს. და აი ამ გეოპოლიტიკურ ქარიშხალში მართლა ქონდა ჩვენ შესაძლებლობა მშვიდობიანად გავსულიყავით ევროპის სივრცეში. თუმცა ივანიშვილი ჩადგა შუაში და არ ატარებს საქართველოს. არ ატარებს საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ მას აქვს რუსული დავალება შესასრულებელი და ჩვენ რო ვიძახით ამ რუსულ დავალებას, ხო ვხედავთ, ყველაფერი არის ნათელი. ივანიშვილის გუნდი ასრულებს პუტინის დავალებებს და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა სომხეთთან მიმართებით. იმიტომ ვახსენე ყველაფერი, რომ ჩვენ რეგიონში არის გეოპოლიტიკური მიწისძვრა, ხო? რუსეთის განდევნა ხდება მთლიანად, არა მხოლოდ კავკასიიდან, არამედ კასპიის ზღვის აუზიდან და ამ დროს, როდესაც მთელი ევროპა დაინტერესებულია ჩვენი რეგიონით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები იძახის, რომ დერეფანს, სატრანსპორტო დერეფანს დაიცავს. აი ჩვენ სადა ვართ? სად არის საქართველო? ან სად არის იმ დანაწესის შესრულება, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების კონცეფციაში არის, ან კონსტიტუციაში არის, ან საქართველოს კანონმდებლობაში არის, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ სატრანსპორტო და სატრანზიტო როლი რეგიონში. აი ხა ამოიღეთ ეს არალეგიტიმური მთავრობის მეთაურის პრემიერ-მინისტრის სამთავრობო ესე რომ ვთქვათ პროგრამა და იქ წერია, რომ საქართველო უნდა იყოს სატრანზიტო ქვეყანა. და ჩვენ უნდა ვიყოთ აბრეშუმის გზაზე საკვანძო სახელმწიფო. ყველაფერმა თუ გვერდი აგვიარა. შექმნილია საქართველოში. ყველაფერმა თუ გვერდი აგვიარა. აი სად მიდის საქართველო თუ არა რუსეთში? ხალხის რეაქცია და ისევ ამ თემას. კი, აი ესე აი რა არის გამოსავალი? თქვენ თქვით რომ
ქართულმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი და საკუთარი ქვეყნის ბედი. აი ხომ არ არის უვიზო, ესე ვთქვათ, მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება გათვლილი იმაზე, რომ აი ხალხში დაგროვილი პროტესტი გარეთ გამოვიდეს და თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, ასე ვთქვათ, ქუჩის პროცესები გააგრძელდეს. აი პირადად თქვენ რა გაქვთ სათქმელი დღეს მოქალაქეებისთვის? რა შეუძლიათ რიგით ადამიანებს იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი დაიცვან? აი როგორ უნდა მოვიქცეთ რიგითი მოქალაქეები? კეთილი, ძალიან სწორი შეკითხვა. ქართულმა ხალხმა აჩვენა იმუნიტეტი რუსთაველის გამზირზე, მან დაიცვა საქართველოს კონსტიტუცია, მან დაიცვა საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და იბრძოლა და იბრძვის თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. თუმცა ეს ჰორიზონტალური ბრძოლა ქუჩაში რომ გადაიქცეს გარდაისახოს კონკრეტულ შედეგში საჭიროა ორგანიზება და რას გულისხმობ ორგანიზებაში? აგერ მშვენიერი ინიციატივა აქვს პაატა ბურჭულაძის. პოლიტიკური პარტიები ვერ ვახდენთ ისეთი ტიპის კოორდინაციას, როგორც ჭირდება აი ამ მომენტს და აი ამ მდგომარეობას. ამიტომ ჩვენი ინიციატივაა, რომ ყველა დავდგეთ პაატა ბურჭულაძის და მოძრაობა რუსთაველის გამზირის ინიციატივის გარშემო. და რას გულისხმობს ეს ინიციატივა? ეს ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილი ჩაატარებს კიდევ ერთ რუსულ სპეცოპერაციას ქვეყანაში, ჩვენ შევიკრიბოთ რუსთაველზე და მტკიცე პასუხი გავცეთ ივანიშვილის რეჟიმს. ეს ტელეფონით არა, უკაცრავად მე გულისხმობ. ეს გადაიფიქრეთ ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა, რომ ტელეფონით დაეფიქსირებინა თითოეულ მოქალაქეს საკუთარი წინააღმდეგობა თვითმმართველობის ინიციატივა, თუმცა გაჯეტით ხმის მიცემა, ეს არის დემოკრატიული პროცესი. უბრალოდ დემოკრატიული პროცესი და პოლიტიკა ქვეყანაში არის გაუქმებული და ღია რეპრესიის პირისპირ არის საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ინიციატივა დღეს წესრიგიდან და დარჩა ძალაში რუსული რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეს დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში იქნება და ეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეს ექნება. აქ რაზე არის ლაპარაკი? ლაპარაკი არის იმაზე, რომ 4 ოქტომბერს, როდესაც ქვეყანაში ხელახალი რუსული სპეცოპერაცია ჩატარდება, გულისხმობ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე და შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ ივანიშვილის რეჟიმს. აი რას გულისხმობთ ბატონაშა? ამ თემაზე უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. მით უფრო რომ აი თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მეტიც პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც ლამის ყოველდღიურად აკეთებს განცხადებას, რომ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის გადასაჩენად არის ივანიშვილის დამხობა. ეთანხმებით და აი კონკრეტულად რისთვის ემზადებით, რას აპირებთ თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, აი სიტყვა დამხობის ხომ არ უნდა გვეშინოდეს? ივანიშვილმა მოაწყო კონსტიტუციური გადატრიალება, შეცვალა კურსი, ტრაექტორია. ჩვენ ეს ქვეყანა უნდა გადმოვატრიალოთ და დავაბრუნოთ იმ კალაპოტში, რა კალაპოტშიც იყო ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა. ჩვენ არ უნდა მივცეთ ივანიშვილს შესაძლებლობა, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს. ვიზა ლიბერალიზაცია დასრულდეს ქვეყანაში. ევროკავშირში. ამიტომ ვამბობთ, რომ ფიზიკურად უნდა გავცეთ პასუხი ივანიშვილს. ამიტომ უნდა შევიკრიბოთ 4 ოქტომბერს და პაატა ბურჭულაძე გარშემო რატომ უნდა შევიკრიბოთ? იმიტომ რომ მის გარშემო არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, შეკრებილები, რომლებსაც აქვთ ის ფასეულობები, რაც ჭირდება ამ ბრძოლას და დემოკრატიული ოპოზიცია ესეთი ადამიანების გარშემო უნდა გაერთიანდეს. ვერ ვახდენთ გაერთიანებას ოპოზიციური ძალები? მოდი საზოგადოებასთან გავერთიანდეთ, მოდი ქართულ ხალხთან გავერთიანდეთ. ჩვენ არ შეგვიწყვიტავს სიარული რეგიონებში. აი ვიღაცები ამბობენ, რომ რეგიონებში უნდა გავდეთ. ყოველდღიურად დავდივართ, ყოველდღიურად ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს და არ გაინტერესებთ მათი აზრი, რას ამბობენ ფოჩში, სენატში. საინტერესოა მათი განწყობები და უთხარით მაყურებლებს რუსთავში, გარდაბანში, ჩვენ ყველგან ვიყავით და თვითონ საქართველოს მოქალაქეები ამბობენ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ მოდი ერთი თარიღი ვთქვათ, შევიკრიბოთ და ჩვენი მოთხოვნა გავაჟღეროთ. მზად არის რომ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების დღეს გამოვიდნენ ქუჩებში და აი როგორც თქვენ ამბობთ, მშვიდობიანად დაამხო. მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე და ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს და თელ ცივილიზებულ სამყაროს უნდა ვაჩვენოთ დემოკრატიული ქცევა და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ის, რაც წერია სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციებში. ჩვენ გულისხმობთ, რომ არჩევნები
ივანიშვილის რეჟიმის, რუსული გავლენების გარეშე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ეს რეპრესიული მანქანის შეჩერება, ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალ სამართლიან არჩევნებს, სადაც პოლიტიკურ ძალებს ექნებათ საშუალება რომ კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, იქნება საშუალება დებატების, იქნება საშუალება ხედვებზე საუბრის და ეს იქნება დემოკრატიული პროცესი, რომელიც მიყვანს ევროპამდე. და აი ამ ყველაფერს ჭირდება ბრძოლა. ლანგარზე არავინ არ მოგვართმევს, უკაცრავად, ლანგარზე არავინ არ მოგვართმევს დემოკრატიას. დემოკრატია ამ ქვეყანაში წაგვართვა პუტინის რეჟიმმა, ივანიშვილის რეჟიმმა. ამ კოლაბორაციონისტებმა წაგვართვეს ეს პროცესი და უარი თქვეს ევროპაზე. თქვენ რა გონიათ, რომ ივანიშვილი რამეს შეასრულებს? თქვენ რა გონიათ, რომ ივანიშვილი აი ამ რეკომენდაციებს შეასრულებს? ივანიშვილმა გადაწყვიტა ეს ქვეყანა რუსეთს ჩააბაროს და ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ქცევა და ეს ქცევა აღარ ჯდება პოლიტიკაში, აღარ ჯდება მათ შორის დემოკრატიულ ჩარჩოებში. მტკიცე ნაბიჯებია გადასადგმელი და კონკრეტული მიწოლაა საჭირო. და ამისთვის ჩვენ ვართ მზად. საქართველოს მოქალაქეები და გასაგებია თქვენ საუბრობთ მშვიდობიან დამხობაზე, მაგრამ აი სიტყვა დამხობა უკვე მაინც იწვევს საზოგადოებაში შიშს. მშვიდობიანი დამხობა ნიშნავს ხავერდოვან რევოლუციას და თუ კი ეს ასეა, კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. აი მაგალითად ცალკეული პოლიტოლოგი შეახსენებს ოპოზიციურ სპექტრს, რომ რევოლუციებს რიგ ქვეყანაში, მაგალითად ლიბიაში, ერაყში, ავღანეთში მხოლოდ სამოქალაქო ომები მოჰყვა, რომელმა რევოლუცია მოიტანა ის შედეგები, რაც ხალხს უნდაო ეს კითხვა დასვა. დაახლოებით 10 დღის წინ ჩვენს გადაცემაში მაგალითად პაატა ზაქარეიშვილმა არის თუ არა ეს კითხვა, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს. თეიმურაზ ხევისთავები რას იტყვიან, ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში ჯაყუყავს, თეიმურაზ ხევისთავებს არ უნდა მოусმინოთ. ჩვენ უნდა მოусმინოთ ქართულ ხალხს. ქართულ ხალხს უნდა ევროპა. ევროპა არის ქართული ხალხის მომავალი და ივანიშვილი აცხადებს მტრად და ივანიშვილი იმიტომ აცხადებს მტრად რომ უნდა რუსული დავალება შეასრულოს და ჩვენ ხელი არ უნდა შეუშალოთ, ჩვენ ჯაყო არ უნდა დავამხოთ, ჩვენ ჯაყო არ უნდა გავაგდოთ, რას ვამბობთ? ჩვენ ვართ ქართველები, ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის ჩვენი იდენტობა. და ამ იდენტობის წაშლა სურს ივანიშვილს ჩვენ პატრიოტულ სულს შეეხო, როდესაც თქვა რომ ანწუხელიძე არ არის გმირი, ის თურმე სააკაშვილის ავანტიურა შეეწირა. თქვენ ეს არ მოისმინეთ? თქვენ ეს არ ნახეთ? არ ნახეთ როგორ უხდის ივანიშვილი ბოდიშს სეპარატიზმს ან როგორ უხდის ოკუპანტს ბოდიშს? ეს ყველაფერი ხო ნახეთ, თქვენ რამეს ვიგონებთ ჩვენ? რამე ისეც ვამბობ, რომ არ გინახავთ, არ მოგისმენიათ თავად ივანიშვილისგან, ან როგორ ამბობს, რომ განცხადება გამოვაცხო, ხო? რომ ჩემი ფული დამიბრუნეთო და როგორც პოლიტიკური ტერორისტი ისე იქცევა, ძელად აიყვანა მთელი პოლიტიკური ლიდერშიპი. და ევროპას ეუბნება რომ დამელაპარაკეო, ჩემი ფული დამიბრუნეო და ამ ხალხს გაუშვებო. ეს კაცი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტერორისტი, რა ის ჯაყო და ტერორისტთან არ შეიძლება ლაპარაკი, ტერორისტი უნდა დავამარცხოთ. კი, ტერორიზმი ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ და ის რაც მოგვიწყეს რუსთაველის გამზირზე და არა მარტო რუსთაველის გამზირზე, ჩვენ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობთ მთელი საქართველო. თბილისში რაც მოხდა ამის ნათელი მაგალითია. კლეპტოკრატიულ რეჟიმს რო ვიძახით და ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი და ეს უბედურება რაც ჩვენ თავს არის, რომ ოლიგარქია გვაზის თავზე. საქართველოს მოქალაქე რო არ აინტერესებს, რა ვიხილეთ, რომ როდესაც ტრაგედია მოხდა და საკუთარ პასუხისგებლობაზე კონკრეტულ თანამდებობებს უნდა ელაპარაკა, შეტევა დაიწყო მოქალაქეზე. მოქალაქეზე დაიწყო გადაბრალება და ეს პირველი შემთხვევა არ არის. გაგახსენებთ ბათუმში ოცნების ქალაქში რო ავიდა ჩინოვნიკები, ვის დაუწყეს ლანძღვა იქ ცხოვრებ მოსახლეობას, არ გახსოვთ? და ეს ჩვეულებად ჩამოყალიბდა ქართველი ხალხის ფული, ნაძარცვი ფული უნდათ და ეხლა დაიწყეს რეპარაცია და ვერ იყოფენ ამ ნაძარცვ ფულს. ივანიშვილი ამბობს რომ ეს სანქციები დამეკისრა და ეს ფული არის ჩემი და შიგნით აქვთ უბედურება და დაპირისპირება. შიგნით აქვთ დაპირისპირება. თქვენ იცით რომ იმედის თანამშრომლებს უკვე
თქვენია ხელფასი არ აუღიათ? თქვენ იცით რუსთავი 2-ში რატო შეიცვალა მენეჯმენტი? იმიტომ რომ ფინანსები აღარ აქვთ. იცი რატომ აღარ აქვთ? რომ ის დამფინანსებლები, რომლებიც ქართველი ხალხის ჯიბიდან ნაძარც ფულს ასხავდა პროპაგანდისტულ არხებში, ახლა იმ ადამიანებს ეუბნება ივანიშვილი რომ ფული მომეციო. ეს ფული, რომელსაც შენ შოუდობდი და იპარავდი, არის ჩემიო. იმიტომ რომ ეს სანქციები, რომელიც მოქმედებს და რომელიც არის მძიმე, რომელიც არის დამანგრეველი ეფექტის ივანიშვილის რეჟიმისთვის, სწორედ აი ამით გამოიხატა. ბადოლაშა, რადგან ამ თემას შეეხეთ, აი ეს კიდევ ერთ მოცემულობაზე მინდა გკითხოთ, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იქცევს ამჯერად ქართული ოცნების და ბიზნეს სექტორის ურთიერთობა. დაახლოებით 10 დღის წინ ვიცით, რომ სინგჰნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს, რომელიც ამ დროისთვის აპკვეთის ღონისძიების სახით 70,000 ლარიანი გირაოთია თავისუფლებაზე. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში. საუბარია ბიზნესმენზე, რომელიც სხვა შორის ქართულ ოცნებასთან დაახლოებულად ითვლება. აი რა უნდა ხდებოდეს უკვე ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, რატომ მიადგა ასე ვთქვათ ხელისუფლება ბიზნესს? ერთს ვიტყვი, რომ გიორგი რამიშვილის ნაირი ბიზნესმენები ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება, რომელსაც შემოყავს საერთაშორისო ბრენდები. თუმცა, როდესაც ვლაპარაკობთ ლაშა პაპაშვილზე, ეს არის ხელისუფლების ბიზნესმენი, რომელიც აი ამ ფავორიტიზმი არის კორუფციული მოვლენა, ნათელი მაგალითია. ეს ადამიანი იყო დალაგებული ღარიბაშვილთან, ახლა ხელისუფლებაში შიდა გადაადგილებებია, პატრონი დაკარგა და ახალმა პატრონმა დაიწყო მისი ბიზნესისთვის კონკრეტული ბუღალტრული აღრეცვა. და ეუბნება, რომ ფული უნდა მიიტანოს იქ, სადაც უნდა მიიტანოს და სად უნდა მიიტანოს, იცი? ივანიშვილთან უნდა მიიტანოს ყველა ბიზნესმენმა, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლების ფავორიტები. რისთვის? იმიტომ რომ ივანიშვილმა ფული დაკარგა. თქვენ გონიათ სანქციები არ მუშაობს, ან რა გონიათ თქვენ რომ ვირჯინიის კუნძულებზე რო აქვთ ამ ოლიგარქებს ფული გადამალული და ეხლა ბრიტანული სანქციები რო ფართოვდება. ეს არ არის მათთვის უბედურება, ეს აღარ არის მსუსხავი ეფექტი სანქციების. ეს არის დამანგრეველი ძალის სანქციები და ივანიშვილი ყველაზე კარგად ხვდება და აკეთებს პროგნოზს რა მოელის. და მან დაიწყო რეპარაცია შიგნით, მან დაიწყო კოცების გაპარსვა და დაიწყო მათ შორის ფავორიტი ბიზნესმენების გაპარსვა. აი ამას ვხედავთ, მეტი კი არაფერს და რო ვახსენე იმედზე ხელფასები რო არ იქნება, რუსთავი 2-ზე მენეჯმენტი რო შეიცვალა და მათ შორის ერთ-ერთი ისეთი ჟურნალისტი ლაპარაკობთ ქალბატონ შუბლაძეზე. მისი გაგდება უნდათ, იმიტომ რომ ივანიშვილს არ სიამოვნებს თურმე როგორც ჩვენ გავიგეთ, მისი ეს დამოკიდებულება, კრიტიკული პოზიციები და შეკითხვები. და ყველა აი იქაც კი პროპაგანდისტულ არხებზე დაიწყეს წმენდა. იმიტომ რომ ივანიშვილს უნდა რომ აქ დაამყაროს დიქტატურა. კი, დიქტატურა. ოღონ ამის ქოლგა იქნება რუსეთი. რუსეთში შეთრევას ცდილობს ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის და რა თქმა უნდა ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ არა მარტო ჩვენ ქართული ოცნების იმ წევრებისთვის, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში იყვნენ ამ როგორ გითხრათ, კომფორტულ გარემოში. მათაც შეეხოთ ეს აი ბიზნეს სექტორთან ურთიერთობის საკითხზე მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ. რიჟოძის ეს ინციდენტი არ არის ერთეული. აი ზუსტად ამ თემას მინდა შევეხო ბატოლაშა. ჯერთი ბიზნეს ცენტრებში ასე ვთქვათ საგამოძიებო სამსახურის შესვლა, რამდენად ფიქრობთ რომ მხოლოდ ახლა იწყება და შესაძლოა გაგრძელება იყოს და არ ვიცი სანამდე და ვისთან შეიძლება საბოლოო ჯამში მივიდეს ქართული ოცნება ამ კონტექსტში ისევ ლევან ხაბეიშვილი უნდა ვახსენო ის მუდმივად აკეთებს განცხადებას იმის თაობაზეც რომ ხდება მილიონების ამოღება დაგეგმილი კონკრეტული პირებისგან რომელთა შორისაც ასახელებს სხვა შორის კახა კალაძესაც მილიონების ამოღების საკითხთან მიმართებაში საუბრობს ის თორნიკე რიშვაძეზეც ისე როგორც რომეო მიქაუტაძეც. აი რამდენად სარწმუნო წყაროები გყავთ? ესეც მინდა გითხოთ და რამდენად სანდოა ის ინფორმაციები, რომელსაც თქვენ აწვდით საზოგადოებას. ეს ინფორმაციები არა მხოლოდ სანდოა, ამას ჩვენ ხედავთ. ჩვენ ამას კი არ ვჭორავთ. ჩვენ გვაქვს პასუხისგებლობა, რასაც ვამბობთ, ის მოვლენა, რომელიც არ ხდება, ამაზე ჩვენ ვაგებთ ჩვენი რეპუტაციით პასუხს. და როდესაც ვამბობთ, რომ ეხლა დაიწყო ივანიშვილმა კოცების გაპარსვა, ნათელი მაგალითია რიჯვაძის საქმე. ნათელი მაგალითია პაპაშვილთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენა. და არა მარტო ეს, ბაჩიაშვილთან დაკავშირებით რას ვხედავთ? ვინ არის ხო ბაჩიაშვილი მოვლენა? ეს ხო ცალკეული ბიზნესმენი ხო არ არის? მე პირადად მაგ ბიტფურზე განცხადება არაერთი გაკეთებული, სადაც სახელმწიფო პრეფერენცია ქონდა
ბიტფულს 8 თეთრად ქონდა ელექტროენერგია, როდესაც ქართულ ბიზნესს 32 თეთრად აქვს ელექტროენერგია, იცით? და მილიარდობით ბიტკოინი გამოიმუშავა ბიტფულმა. და ამ ბიტკოინებზე არის ახლა დავა, იცით თქვენ? და ბაჩიაშვილს სიკვდილს სიცოცხლის ზღვარზეა ეს კაცი და პირდაპირ განადგურებით ემუქრება ივანიშვილი და ეს პირველი შემთხვევა ხო, მისიცემის ფაქტსაც შევეხოთ. არა, უკაცრავად რა, ეს არის წამება. და ჩვენ ეს არ ვნახეთ? გიორგი რურუაძე თავდასხმა გახსოვთ? საპრობილოში. მიხეილ სააკაშვილო გრდანში გადაიყვანეს და პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს პრეზიდენტზე როგორ ძალადობდნენ. ამის მერე გიკვირთ ბაჩიაშვილის ამბავი? ეს არ არის წამება? ეს არ არის არაადამიანური მოპყრობა? ეს არ არის ადამიანის განადგურება? აი ამას უყურებთ პირდაპირ ეთერში. პირდაპირ უყურებთ და თქვენ იძახით რომ ზაქარეიშვილს დაუჯეროთ კაცო რომელიც რაღაცა იმიტაციას აკეთებს ქართული პოლიტიკის. მეგონა რომ პირადად მე არ მომართავთ ეს კაცი არის ჩემი მისამართი წავიდეთ. როგორც პოლიტიკური და სოციალური მოვლენა ივანიშვილი არის ჯაყო. ჯაყოსთან არ გამოვა თეიმურაზ ხევისთავის პოზით ბრძოლა. ხო მე არაფერს ვიძახი ბატონაშა მე კითხვებს როგორც პოლიტიკური ნაგავი რომელიც დაგროვდა ქვეყანაში შემოდგომაზე ქართულმა ხალხმა უნდა გაიტანოს. ამიტომ 4 ოქტომბერი, ამიტომ პაატაბურჯულაძის გარშემო, ამიტომ ერთობა, ამიტომ წინააღმდეგობა და ამიტომ ბოიკოტი. ეს რა ქვია, რუსულ სპეცოპერაციაზე დაყრდნობილი პოლიტიკური პარტიები არ არსებობს დემოკრატია და პოლიტიკა საწავიდნენ ან ივანიშვილიში და პრაიმერში მონაწილეობით თავი გაინადგურეს ძალიან წუყვა მაგრამ აღარ ვაპირებ მათზე ლაპარაკს არა და ზუსტად მათზე უნდა კითხოთ ბატონაშა და ეს იქნება ბოლო კითხვა და მე უკვე ამოიწურა ჩვენ გასცემის განხორციელების დრო და უნდა დაგემშვიდობოთ ბატონაშა პარტიების და ქალბატონი მანანა დარახველიძის ოჯახს მინდა მიუსამძიმ რომ კიდევ ერთი ტრაგედია ვნახეთ თბილისში აუცილებლად უნდა ვთქვა რომელიც არის კონკრეტული დანაშაული, ეს არის უბრალოდ ტრაგედია, ან უბრალოდ უყურადღებობა. ჩვენ ვნახეთ რა მოხდა ვაკის პარკის შადრევანში, ჩვენ ვნახეთ რა მოხდა წყნეთის პარკში, როდესაც მიმდინარეობდა რეაბილიტაცია და ღიასადენები იყო ეს გაშიშვლებული, დატოვებული და ბავშვი გარდაიცვალა. ვნახეთ გლდანის შახტაში ბავშვი ჩავარდა, ვნახეთ რიყის დოქებთან ბავშვი გარდაიცვალა და კიდე 2 ადამიანი. როგორც ზინავს კახიკალაძეს ან მერის მაღალჩინოსნებს ხალხო ეს უბედურება თქვენს მხარეებზეა თქვენ ხელებზეა ეს უბედურება და რასთან გვაქვს საქმე დეზერტირების ბაზარში იქ სადაც ათასობით ადამიანი გადაადგილდება სადაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ყოფილიყო იქ ჩამოვარდა დეკორაცია კორპუსი კი არ დაინგრა დეკორაცია პარაპეტი ჩამოვარდა და არსებობდა თურმე ავარიული დასკვნა ავარიულობის შესახებ დასკვნა და მე არაფერი არ გააკეთა. განცხადება რატო შევიტანე პროკურატურაში? ვინც ამას ჩაფარცხავს, ისეც დამნაშავეა. იცით რატომ? დანაშაულებრივი გულგრილობაა სახეზე, ანუ სამართლებრივი კვალიფიკაცია რომ მივცეთ ამაზე, გარდა პოლიტიკური შეფასებისა. კი ბატონო, გასაგებია და მეც შემოგიერთდებით სამძიმარში გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა რომ სამძიმარი გამოუცხადოთ. უბედურებიდან უბედურებამდე და ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და ვიყოთ ეს მშვიდად და რაღაცეები გამოდიან აქ და რაღაცეებს გვეზე გველაპარაკებიან. ის ხალხი, რომელიც 9 აპრილის შემდეგ შედიოდა კომუნისტურ პარტიაში, ეს ხალხი მეუბნება რაღაცა ისე მოიქეციტო. ბოლო კითხვა ბატონაშა ისევ 4 ოქტომბრის დღესთან დაკავშირებით თქვენ ხელისუფლების ქართული ოცნების მშვიდობიანი დამხობისთვის ემზადებით თუმცა არსებობენ პარტიები რომელთაც მოქმედების განსხვავებული გეგმა აქვს არა ჩვენ და ნახეთ ორი ოპოზიციური პარტია საკმაოდ მძლავრი ოპოზიციური პარტია ემზადება მოკლედ იმისთვის რომ შევიდეს თვითმმართველობის არჩევნებში ლელომ და გახარიას პარტიამ თანამშრომლობის მემორანდუმიც კი გააფორმეს იმისთვის რომ ითანამშრომლონ ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში პოლიტიკური პარტია ვერ მოხდეს ან პოლიტიკური ლიდერი თქვენ რა გონიათ რომ ვარდების რევოლუცია პოლიტიკური პარტიის მიერ მოწყობილი რაღაცა ის ხო ხელისუფლების ცვლილება ეს იყო ქართველი ხალხის ნება და ქართველი ხალხის ნება ამ პოლიტიკური სანაგვის დასრულება და ამ ნაგავის გატანა. გასაგებია ბატონაშა ნახევარი საათი მოგეცით იმისთვის რომ ამ ყველაფერზე გესაუბროთ. ახლა ლელოზე და გახარიაზეც მინდა რომ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და ამით დაგემშვიდობთ. ამის ორგანიზებას, ამ მშვიდობიანი კალაპოტის შექმნას, მშვიდობიანი კალაპოტის შექმნას ხავერდოვანი
ცვლილებისთვის რა თქმა უნდა ხელშეკრულება. ახლა ლელოსა და გახარიას თანამშრომლობაზე, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზეც გითხარით თქვენი პოზიცია და უკვე დაგემშვიდობებით, რამდენად ეთანხმებით საკმაოდ ბევრ ოპოზიციონერ კოლეგას, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის თანამშრომლობა არა ორ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას შორის, არამედ თანამშრომლობა ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილთან. ეს არ არის დემოკრატიული ქცევა, არც პოლიტიკა, ეს არის თანამშრომლობა რეჟიმთან, რეჟიმის აი ამ წისქვილში შესვლა. თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ეს წისქვილის ქვა მათზე დატრიალდება და მათ გაანადგურებს და მათ მოიყოლებს. ივანიშვილი მათ გადაადგებს. თუ გონიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობით მიიღებენ ხელშეუხებლობას, ან ვინმეს გაათავისუფლებენ, ან ვინმეს არ დაიჭერენ, ძალიან შემწყარა. ჩვენ ეს 13 წელი ამას უყურებთ, ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ და ძალიან ვწუხარ, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს. თუმცა ინდულგენციას არ გამოუწევს ივანიშვილი ამ ნაბიჯით. მათ მოუწევთ იგივე სპირალის გავლა, უბრალოდ ამ სპირალში ისინი ჩაიწვევიან სამწუხაროდ. და პოლიტიკურად არიან გარდაცვლილები და აღარ ვაპირებ ამ წარსულებზე საუბარს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალ რა იქნება. უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტერორი, ბიზნესმენების გაკულაკება, წამება საპრობილეებში ადამიანების. ეს არის უკვე არა მხოლოდ ზღვარის გადალახვა, არამედ ეს ახლა საჭიროა სწორად შევაფასოთ და ტრანსფორმირება უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ქუჩაში. და ქუჩიდან უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი, იმიტომ რომ ველურ ძალას დემოკრატიული პროცესი ვერ დავამარცხოთ. კი ბატონო, დაველოდებით პროცესების განვითარებას. დღეს კი დაგემშვიდობებით, ლაშა ფარულავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდდება, ასე რომ დაგვიდეთ. რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პარტია გახარია საქართველოს წარმომადგენელი რუსუდან თევზაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტორუსთან და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მადლობა მოწვევისთვის. ქავტორუსთან მოდით გადაცემის ეს ნაწილიც გავხსნათ იმ გადაწყვეტილების შეფასებით, რაც გუშინ საღამოს მოვისმინეთ ევროპელი პარტნიორების მხრიდან. უვიზო რეჟიმის შეჩერება დამოკიდებულია იმაზე, გადადგამს თუ არა ქართული ოცნება კონკრეტულ ნაბიჯებს აგვისტოს ბოლომდე, სანამდეც საქართველოს ხელისუფლებას ვადა მისცეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. აი რას ელოდებით, როგორ ფიქრობთ, რა იქნება აგვისტოს ბოლომდე და უკვე აგვისტოს შემდეგ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თუნებას მოვცემთ პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო 2 დღის წინ აი სადგურის მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენი დედაქალაქი სამწუხაროდ ზოგადად უმძიმესი ფონია საქართველოში და დედაქალაქში მოკლედ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობთ და ეს უნდა დასრულდეს. სწორად უნდა დასრულდეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მართალი და დასავლური არჩევანი და პროფესიონალები და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღები პირები უნდა მოვიდნენ ქალაქის და სახელმწიფო სათავეში. ასე ხო, აი რადგან ეს თემა ახსენეთ, კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახებს და 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა სწორედ აი ამ საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად. კრიტიკა ისმის თბილისის მერიის მისამართით, თუმცა თავად მერიის არგუმენტია, რომ მობინადრეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 100% არ იყო თანახმა იმისა, რომ მომხდარიყო კორპუსის ჩანაცვლება, სხვა საცხოვრებელ კორპუსში მათი გადასვლა. ვიზე მოდის შესაბამისად პასუხისმგებლობა, როცა მსგავსი ტრაგედია ხდება და რამდენად შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? ნახეთ, ქალტურიაში საქმე ჩვენ ხო პრაქტიკულად აი იმდენად გაიზარდა რაოდენობა ამგვარი ტრაგედიებისა, რომ თავისთავად ეს დიდი ტრაგედიად ჩამოყალიბდა, ხო? ეხლა ძალიან სიღრმეებში რომ არ შევიდეთ, პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ეს არის უკვე ისეთი შინაარსობრივი ნიუანსები, რომ ამაზე საუბრის გაგრძელება ასეთი ტრაგედიის ფონზე მე მგონი არ იქნება სწორი. აქ არის მნიშვნელოვანი შემდეგი, რომ ყველა შემთხვევაში მერია, რომელიც არის ქალაქის მთავრობა, ვალდებულია და პასუხისმგებელია ქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. ის თუ როგორ იყო, რანაირად იყო, ვინ არ გავიდა, ყველა შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობა, ყველა მოდელის განხილვის შემთხვევაში ქალაქის მოსახლეობა ყოფილიყო დაცული. ვინაიდან და რადგან გარდაცვლილებზე საუბრობთ,
ჩვენ ვიცით რომ იქ მაცხოვრებელი არც ერთი არ არის დაღუპული, ხო? ჩვეულებრივი გამვლელი მოქალაქეა, რომელიც ადგა დილით, თავისი შრომით ირჩენდა თავს, გადაადგილდებოდა და ჩამოვარდა შენობის გარკვეული ესე ვთქვათ ნაწილი და დაიღუპა. გადაჭეხება სხვა თემებს და იმ საკითხამდეც მინდა მივიდეთ, რომ დრო სწორად გავანაწილოთ გაცემისთვის განკუთვნილი, რაზეც უკვე დაგისვით კითხვა, ხო ევროპელი პარტნიორების გაწყვეტილება აგვისტოს ბოლომდე დაელოდონ ქართული ოცნების ნაბიჯებს და იმას იქნება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები. აი ბოლო გაფრთხილებად აფასებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამ პოზიციას სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. თქვენ რას ფიქრობთ? ეს არის ყვითელი თუ წითელი ბარათი? დავიწყოთ აქედან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრაქტიკულად წითელ ბარათამდე მიახლოებული წითელი ბარათი. ჩვენ ალბათ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში არის უმძიმესი, უკიდურესად მძიმე კრიტიკული პოლიტიკური გარემო. და ეს პოლიტიკური გარემო შექმნა ქართულმა ოცნებამ თავისი სრულიად გაუაზრებელი, უგუნური და რაც თავარი არასახელმწიფოებრივი და მოსახლეობაზე არა ორიენტირებული ნაბიჯებით, ქმედებებით, დეკლარირებულად გამოდიოდნენ და გამოდიან, გრძელდება ეს პათოსი მათი, რომ იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს და არა მარტო მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთაც დარწმუნებული ვარ, რომ სურთ გადაარჩინონ ამ ქვეყნის მოსახლეობა და ისევ და ისევ დაუბრუნონ დასავლური ღირებულებების და დასავლური ორიენტაციის კალაპოტს პირდაპირ ტექსტებით ლანძღავენ. და აქედან გამომდინარე სიმართლე მინდა ვთქვა, რომ მე პირადად მოლოდინი იმისა, რომ ისინი რამეს ამ ნაწილში შეცვლიან, ნამდვილად არ მაქვს. სწორედ ამიტომ მათ არ აქვთ არავითარი სურვილი და მათი სცენარის საუკეთესო ვარიანტია ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩევნებში უკაცრავად მონაწილეობა არ მივიღოთ და დავტოვოთ პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებლად მარტო მასთავე შერჩეულ სატელიტ პარტიებთან ერთად. რა თქმა უნდა, იმ ფურცელზე არა ერთ, ორ, სამ პარტიას მოახერხებენ, რომ ჩაწერონ და რაღაცნაირად შექმნან ყალბი დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევნების კონცეფცია, სურათი. ისეთივე ყალბის, როგორი ყალბია მათი მშვიდობა, საშინაო ველზე თუ საგარეო ველზე. და რაც შეეხება ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბატონი გიორგი გახარია იმყოფება ბრიუსელში. ხო, აი ამაზე მინდოდა მეკითხა და რადგან ახსენეთ, მაგრამ კითხვასაც დაგისვავთ და ერთიანად მიპასუხეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აუცილებლად კითხავთ, თუმცა იქამდე აი სწორედ ისევ და ისევ ბრიუსელი გუშინ ევროკავშირის მინისტერიალზე თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი გახარია გამოჩნდა, რომელსაც რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის როგორც პრეს-რელიზებიდან გავიგეთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისგან. ხო, აი ამ ვიზიტსა და შეხვედრებზეც რომ უფრო მეტი უთხრათ საზოგადოებას, რა არის მთავარი მიზანი, რის გამოც გიორგი გახარია ამ დრომდე საზღვარგარეთ რჩება და აი რას ითხოვთ და ელოდებით უშუალოდ თქვენი პარტიის წარმომადგენლები დასავლელი პარტნიორებისგან. კი ბატონო, მოგახსენეთ, როგორც საჯაროდ ასე ვთქვათ, გავრცელდა ინფორმაცია, ბატონი გიორგი გახარია იმყოფება ბრიუსელში, აგრძელებს ამ ოფიციალურ შეხვედრებს, არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა ჰქონდა და მათ შორის განსაკუთრებული, მოდი ესე ვთქვათ, შეხვედრა გახდათ პოლონეთის საგარეო მინისტრთან და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რა არის, შედეგად რა, ესე ვთქვათ, დაიდო ამ შეხვედრის შემდეგ, რომ გიორგი გახარიას მიზანი და მისია მთავარი რაც არის ამ წუთში ბრიუსელში ყოფნისა და ზოგადად ის რომ ის საგარეო ველზე ძალიან აქტიურ პოლიტიკურ ასე ვთქვათ საქმიანობას ეწევა იმისათვის რომ ეს ქვეყანა გადაარჩინოს და დაუბრუნოს დასავლურ კურსს და შესაბამისად დასავლური კეთილდღეობა და განვითარება დაუბრუნოს საქართველოს მოსახლეობას ეს არის მისი მისია დაარწმუნოს ევროკავშირის ქვეყნის წევრების საგარეო მინისტრები იმაში რომ მათგან წამოსულ ინიციატივას, რომელიც განხილვის პროცესში იყო და კონსენსუსი ვერ შედგა და ამ კონსენსუსის, უბრალოდ ამ, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილების შეჩერება და გადადება ბატონი გიორგი გახარიას დამსახურებაც არის იმაში, რომ სადამსჯელო ღონისძიებები ამ შემთხვევაში სანქციები და ასე შემდეგ სხვა ტიპის ტექნიკური, ესე ვთქვათ, კომპონენტები
უნდა გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებ ამ საქმეში ბრალდებულ, მოდი ესე ვთქვათ, ბჭყალებში თუ უბჭყალებოდ დამნაშავე პერსონებზე, რომელთაც ხელი აქვთ და წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ეს ქვეყანა გადაიყვანეს დასავლური რელსებიდან და მივექანებით რუსეთისკენ და თხოვნა, ადვოკატირება, სურვილი მისი არის ის, რომ არ დაისაჯოს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ამას ნამდვილად არ იმსახურებს და ეს მე მგონი დღევანდელი წუთის ჩათვლით პერსონალურად გიორგი გახარიაზეც კითხავთ, ის ამ დრომდე საზღვარგარეთ რჩება და ჯერჯერობით არავინ იცის, როდის ჩამოვა, ან საერთოდ ჩამოვა თუ არა. აი ამ საკითხზე თქვენივე პარტიის ამომრჩევლებმა რომ დაგისვათ კითხვა და ალბათ გისვამენ ამ კითხვებს, ხო? რა პასუხი გაქვთ და აქვე აი რამდენად მზად არის თქვენი პარტია, რომ შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მოგიწიოთ ლიდერის გარეშე, ანუ გიორგი გახარიას ფიზიკურად საქართველოში ყოფნის გარეშე. ანუ შეკითხვა მდგომარეობს იმაში, უნდა ჩამოვიდეს თუ არა, თუ მზაობა გვაქვს თუ არა მონაწილეობის. პრინციპში ორივე, ხო? ხო, ნუ ეხლა ამ ცხადია, კითხვა სვავენ, ბუნებრივია, არა მარტო ამომრჩევლები. რას პასუხობთ? ის დაბრუნდება თუ ესეა, მე თუ ვკითხავთ, ეს არის ჩემი ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი პერსონალური პასუხი თქვენ შეკითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ იმ პოლიტიკურ რეალობაში, რა პოლიტიკური რეალობაც ქართულმა ოცნებამ შექმნა, ბატონი გიორგი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს, ვინაიდან რადგანაც ამ წუთში და შემდეგ პერიოდში იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების ჩათვლით, უკაცრავად, უფრო მეტ სასიკეთო საქმეს გააკეთებს საგარეო კურსის შენარჩუნების ნაწილში, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ნაწილში, ქვეყნის მოსახლეობის დასავლური ვექტორის შენარჩუნების ნაწილში, ვიდრე ის, რომ ის ფიზიკურად ჩამოვიდეს. ეს არის ძალიან ისე თქვა ღია და სადაც შესაძლოა დააპატიმრონ და ამის ალბათობაც ჩვენს მუშაობას, ბატონო ხო, საქართველოში ჩამოსულ შემთხვევაში და ესეთი როგორ გითხრათ, შეიძლება ითქვას, რომ დაპატიმრების საკმაოდ მაღალი რისკი ემუქრება. თუ პრაგმატულად შევხედავთ ამ საკითხს, ნახეთ, ეს არის ის საკითხი, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არავინ ეს რომელი გუნდის მომხრე თუ ესე ვთქვათ, ხარდამჭერი არ უნდა იყოს, ამ გასაგები ემოციური სენსები, მაგრამ ემოციურად ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ. ეხლა ის მომენტუმია, რომ პრაგმატულად უნდა შევხედოთ და შედეგზე რა იქნება ორიენტირებული და საქმეს რა გამოდგება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, არ წყდება კრიტიკა, როგორც თქვენი პარტიის, ისე ლელოს მისამართით, ანუ ორივე იმ პოლიტიკური ძალის მისამართით, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებში გეგმათ შესვლას. ლელოსა და გახარიას პარტიის შეცდომაში გაჯიუტება არის ძალიან სამარცხვინო ქმედება, თავადაც კარგად იციან, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არანაირ ბრძოლაში შესვლა არ არის და ეს არის ქოცურ რუსულ სქემაში მონაწილეობა, ეს ოპოზიციაში გუშინ გაკეთებული შეფასება. კიდევ ერთხელ, რა გაქვთ სათქმელი ოპოზიციის ამ ნაწილისთვის? უკაცრავად, მეც წავიკითხე ეს ამოვიკითხე. ნახეთ რა შეესაქმე. ჩვენი და ლელოს პირველი, სადაც მომეცემა შესაძლებლობა უნდა ვთქვა, რომ ჩვენი და ლელოს მემორანდუმი, რომელიც ჩვენ ორ პარტიას შორის გაფორმდა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური კოალიცია. ცალსახად და ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ პოლიტიკურ ველზე ოპერირებს ადამიანი და ამბობს, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, ბაზოგადებ რა თქმა უნდა, და ვერ არჩევს რა არის პოლიტიკური კოალიცია და რა არის ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, ერთი მიზნისათვის სავალ გზაზე, მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობა, მაშინ საერთოდ აღარ უნდა ისაუბროს პოლიტიკაზე. ეს არის მხოლოდ ურთიერთ თანამშრომლობა ერთი საერთო მიზნისთვის, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმისათვის, რომ ერთმანეთთან არ შევიდეთ კონკურენციაში, არც ერთ შემთხვევაში და ერთი პატარა დეტალი თუ მომცემთ უფლებას, რომ აქამდე რაც მესმოდა არის საუბარი უფრო ამ მიმართულებით, რომ საერთო კანდიდატის, საერთო კანდიდატზე არ არის საუბარი, უფრო გავშლით თემას, აქ არის საუბარი ერთ კანდიდატზე. ანუ იქ სადაც პირობითად ეყოლება ლელოს კანდიდატი, ჩვენ არ შევალთ მასთან კონკურენციაში და პირიქით, იქ სადაც ჩვენ გვეყოლ, რა თქმა უნდა, საუბარია მერებზეც და მაჟორიტარ დეპუტატებზეც. კანდიდატებს ერთდროულად არ შეარჩევთ.
თბილისში კი ბატონო გასაგებია რომ იქნება მერობის ერთი კანდიდატი, თუმცა ამ კანდიდატს შეარჩევთ ორივე პოლიტიკური ძალა თუ ან მელო შეარჩევს ან როგორ არის ესე თქვა უკაცრავად ვორდინგში, ანუ არ გვეყოლება საერთო, გვეყოლება ერთი, ანუ კონკურენციაში არ შევავთ. ბუნებრივია ცხადია ახლა ერთმანეთის მოსაზრებებს პატივს ცემთ და იმიტომაც თანამშრომლობთ, მაგრამ საერთოში და ერთში არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. ავტორისთან ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე. ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში შევიდა გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, როგორც უწყებაში ამბობენ, ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდება. აი რა კავშირი შეიძლება ქონდეს ბიზნესმენ პაპაშვილს ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმესთან და ზოგადად რას უნდა ნიშნავდეს ეს ამბავი? ნახეთ, ეს სიახლე პაპაშვილთან დაკავშირებით, ხო, ეს არის ერთი კონკრეტული გვარი, თორემ მსგავსი, ესე თქვათ, кейსები რაღაც დაგროვდა. ნუ ის არის, რომ თვითონ ოცნების შიგნითაც არის დაწყებული რღვევა, ძალიან მძიმე სიტუაცია და ივანიშვილს, ისევე როგორც ბაჩეშვილთან დაკავშირებით, ხო, მისი პირადი პატიმარია, ხო, ამას ეს იმდენად აშკარა და ნათელია, რომ აღარ უნდა ღრმა, ესე ვთქვათ, განხილვა ამ საკითხს. იგივე, ნუ რაღაც ახალი შიდა წრის ურთიერთდაპირისპირება, ბრძოლა ერთმანეთთან და ეს არის ზუსტად ის არა ინსტიტუციური, არა სისტემური, არა სახელმწიფოებრივი მიდგომები და საკუთარი უკაცრავად ამ გამოთქვაზე, მაგრამ მოპარული ფულების ერთმანეთში გადანაწილების გაცხოველებულ ბოლაში არიან ჩაბმულები. ძალიან დიდი მადლობა რუსუდან იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი და ვემშვიდობებით რუსუდან თევზაძეს, კახარიას პარტიის წარმომადგენელს და დაგემშვიდობებით თქვენს დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებული. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.